ბოლოს ვის აწყენინე? ბოლოს? დაფიქრდე რავი. ალბათ ბევრს. შეიძლება დედას, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად მასთან მაქვს კონტაქტი და ძალიან ბევრი რაღაცა მეშლება. მაგრამ იმედია ნელ-ნელა დროსთან ერთად გამოვასწორებ. ნაინოფ ხოლმე? კი, იმიტომ რომ ფიქრი არის ლაპარაკის წინ და რაღაცა უხეში წამომსება და მე რო ხედავ როგორ წინს, აი ვცდილობ რომ რაღაცნაირად გამოვასწორო რა. ასე რომ იმედია რამეს მოახერხებ. როგორ ახერხებ ხოლმე შერიგებას? შერიგებას? შეიძლება მივიდე და ჩავეხუტო, მაგრამ ეგეთი არ ვარ, ასე ვთქვათ, გამომხატავი რო არ. ან ზოგჯერ სიტყვებიც არაა საჭირო, ისე უახლოვდებით ერთმანეთს ხოლმე და ასე რომ არ გვაქვს პრობლემა ბოდიშის მოხდაზე და ეგეთ რაღაცებზე, ძალიან უგებთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ისეთი აზროვნება გააჩნია დედაჩემს და ისეთი მენტალიტეტი, რომ აი ძალიან მიგებს რა. შესაბამისად ერთმანეთს ძალიან უგებთ. ძალიან კარგია. ხომ არ გაიხსენებ რაიმე კონკრეტულს, რაც აწყენინე და მერე ინანე? კონკრეტულს? ესე კონკრეტულად არ მახსენდება, იმიტომ რომ მშობელია, რავი, დედაშვილი ვარ და ხშირად მოგდის კამათი. ასე რომ კონკრეტული რაღაცა არ მახსენდება, იმიტომ რომ ახლა ყველა წენინება ერთი და იგივენაირად ემოციურია.